გიორგი გახარიაძე თავდასხმის საქმეზე ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შემთხვევა გუშინ გვიანღამით ბათუმში სასტუმრო შერატონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმაში 10-მდე პირი მონაწილეობდა, მათ შორის ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე. შემთხვევის ადგილიდან თავდაპირველად კადრები ჟურნალისტმა გელამ თივლიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, სასტუმრო შერატონში პოლიცია რამდენიმე საათის დაგვიანებით მივიდა. აქამდე სად იყავით? რამდენი ხნის წინ იყო გამოძახება? რამდენი ხნის წინ იყო გამოძახება დასასხლიანებული? გელამ თივლიშვილი ვარ, ჟურნალისტი. ეხლა არა, 9 საათზე მეტია სასწრაფო მოსული. თქვენ სად იყავით აქამდე? ადამიანს თავს დაესხნენ, პოლიტიკოს მანამდე სხვა ადამიანს დაესხნენ თავს? რა, გიშილით რამეში? სად იყავით ქართული ოცნების რუსული რეჟიმის დეპუტატები, რომ დაესხნენ თავს? პოლიტიკოს და ზვიად ქორიძეს. 1 საათი სად იყავით? ასე შორს გაქვთ სამმართველო? გიორგი გახარია თავდასხმის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საავადმყოფო საკუთარი სურვილით დატოვა და სახლში მკურნალობს. ჩვენთან ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური, ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავისი სურვილით დატოვა კლინიკა. პარტია საქართველოსთვის ინფორმაციით გახარიაძე თავდასხმა მომენტალურად მაშინ მოხდა, როცა ის სასტუმროში შედიოდა. დაპირისპირება რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური მასში არ ჩარეულა. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში სასტუმრო შერატონის ლობიში გიორგი გახარიაძე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩხულად, როგორც ეს ადამიანების ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირ სიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის გახსნა 24 საათში, შესაბამისად ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ მხოლოდ ამის შემდეგ. ბათუმში მომხდარი თავდასხმის ნაწილის ამსახველი ვიდეო ოცნების პროპაგანდისტულმა მედიამ იმედმა გაავრცელა. სამთავრობო ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით იწყება. პარტია საქართველოსთვის წევრები კი ამბობენ, რომ ვიდეო დამონტაჟებულია და სრულ სურათს არ ასახავს. შერატონის შესასვლელში შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქად ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ვიცანი? შენდეთ და ფაგო. შენ მე ხალი როგორ დამატკიჩე შენ. შენდეთ და აი ხალი. შენ როგორ დამატკიჩე შენ როგორ ვირჩი ხარ არის? აი მოუტანე. აგვაწიოკა იმედმა და ძალიან ფუთფუთებს სუსი. გვესმის ეს ყველაფერი რატომ ხდება? ეხლა დაკავებულები არიან დილიდან აქ ვართ, გუშინ ღამევე წამოვედით. დაკავებულები არიან ამ კადრების ჭრაკერვით ეხლა, თუმცა ძალიან კარგი ამონაჭერი გამოუვიდათ, ძალიან სასიამოვნო სანახავი ამონაჭერი, ასე ვიტყოდი. ისიც რაღაცა მიჭრეს, მოჭრეს და რაღაცები შეკერეს, მაგრამ ნუ არა უშავს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება კმაყოფილი იქნება, ეს ერთი მეორე. აქ იმიტომ მოვედით დღეს აი ამ სასტუმროში, რომ სრული ჩანაწერები ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, შენახული იქნეს ეს და პროკურატურას უკვე მივმართეთ და ვუთხარით, რომ დროულად ეს ჩანაწერები სრული ამოიღონ. სასტუმრო შერატონის მენეჯერი მედიასთან ამბობს, რომ თავდასხმის სრული ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელიც მან პირადად ნახა. კადრები ჯერ ამოღებული არ არის. ჩვენ მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორად, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილია, ბატონო, ყველა ჩანაწერი არსებობს ამის და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ასევე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ. ბათუმში სასტუმრო შერატონში გუშინ გვიანღამით თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც. მისი თქმით, თავდასხმაში დიმიტრი სამხარაძე და ოცნების წევრი გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ. ზვიად ქორიძეს შემთხვევის ადგილიდან სასტუმროს დაცვამ გაიყვანა. დაახლოებით 20 წუთში კი შეიტყო, რომ სასტუმროში თავს დაესხნენ გიორგი გახარიასაც. თვითონ მითხრა, რომ მე გიცნობ, რომ ზვიადი ხარ ქორიძე, მე ვთქვი ძალიან სასიამოვნო, თქვენ მეთქი რომ ვიცოდე, გიორგი ვარ მანველიძე. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა დაჯდა იქ. დაახლოებით 5-7 წუთში
ამ დროს მეუღლეს ვესაუბრებოდი, ჩამოდის აი აქ მხარეს ლითისმრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე თავის თანხმობ ქალბატონთან ერთად, მოდის აი როიალთან და თითქოს უნდა დაკვრა, მე მიდის სუფრასთან და სუფრისთან უკვე მიზანმიმართულად მოდის ჩემს სავარძელთან და მეუბნება რომ მეგიცნობ ხარ ზვიად კორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული და თორე ძალიან გასაგებია რომ ვიცნობ და შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ჩვეულებრივ გავატარეს გინება და მე ისეთი მკვეთრი ნაბიჯი წავიდა კარისკენ, დაბრუნდა, შემოვიდა ისევ და დავიწყო უკვე ყვირილი, რა თქვი შენ ქოცებზე, ვის აგინებ შენ, მე ვთქარი ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ და გადავიდა გინებაზე, გადავიდა შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს ამაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის და რო დავინახე რომ კი აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, მე დავიხარე უკვე ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, აი ამ დროს რაღაც ნივთი არ ვიცი რომელიმე მათგანმა მე ამას ვერ ამოვიცნობ ვერანაირად მომართა აი აქ და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა და აი რაღაც გარკვეული დაზიანები გარის გამოც ახლა მივდივარ კლინიკაში რაც შეეხება და მეორე აი ზუსტად ვიცი რომ გიორგი მანველიძე მაიღო რაღაც ნივთი რომელიც რაღაც კერამიკის ფოთანი არ ვიცი რომელშიც იყო მიწა და ისროლა აი მლობის მაგიდის მიმართულებით არ ვიცი საგანგებოდ არ ვიცი ნებით ამაცილა თავდასხმას გმობს ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია მათ თქმით ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის სამიზნე შესაძლოა გახდეს ყველა ვინც ქართულ ოცნებას არ მოსწონს გიორგი კახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა არის მაგალითი არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების და ძალადობის არამედ ივანიშვილის მხრიდან მცდელობის რომ ქვეყანა დააბრუნოს 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი განუკითხაობისკენ ეს არის დასტური იმის რომ ჩვენ თუ არ მოვიშორეთ ივანიშვილის რეჟიმი ის გადაიყოლებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს რომელიც უკვე ჩამონგრეულია არამედ ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს არანაირი მოლოდინი იმის რომ დამნაშავეები დაისჯებიან ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში არ გვაქვს მაგრამ ისინი აუცილებლად დაისჯებიან ხელისუფლების ცვლილebisთანავე ჩემი სრული სოლიდარობა გიორგი კახარიას და ზვიად ქორიძეს. ძლიერი საქართველოს სახელით კატეგორიულად ვგმობთ გიორგი კახარიას წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს, რომელიც არის დანაშაულებრივი დაჯგუფება ოცნების ხელმძღვანელი. ივანიშვილსვე ეკისრება პირადად პასუხისმგებლობა იმ რეპრესიებზე, რომელსაც რუსულ სტილში ახორციელებენ ქართული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ამ რეპრესიების ძალიან მძიმე მაგალითებია ასევე თავდასხმა, რომელიც გუშინ განხორციელდა ზვიად ქორიძის წინააღმდეგ. ქართულ ოცნებაში მომხდარს კონფლიქტს უწოდებენ ძალადობას ყველა მხრიდან გმობენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ჩვენ არაერთხელ გაგვიხადებია და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაქმები, დაველოდოთ გამოძიებას. ნაბსაჯულება შეეხება თორე ამ პირებს? დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება ორივე საქმესთან იცით რომ დაწყებულია, ოასია. ხო აქვს ეს ინფორმაცია. კი. დაველოდოთ ჩემს საქმეში გაწყვეტილებას. მე არა ვარ არც გამოძიებელი, არც ჩინებას საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას.